გამარჯობა. გვეშველება რამე? ეს კითხვა ძალიან ხშირად ისმის სერიოზულად, ხუმრობით და ხანდახან ცინიკურადაც კი. მაგრამ თავად კითხვა თავის თავში ატარებს ყველაფერს. ერის ტკივილს, ასე წარქვეთას, იმედს და იმ ღრმა შინაგან რწმენას, რომელიც საუკუნეების სიყრმიდან გვაცოცხლებს. მოდი პასუხი დავყოთ რამდენიმე სიბრტყეზე, ენერგეტიკულზე, ფსიქოლოგიურზე, კარმულზე და ბოლოს სულიერზეც. ქართველი ერის ტრამვა და საგვარეულო ტკივილი ორი ძალიან მჭიდრო დაკავშირებული, მაგრამ სხვადასხვა მასშტაბის თემაა. ისინი აერთიანებენ კოლექტიურ, ისტორიულ, კულტურულ და ფსიქოემოციურ შრეებს. განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე და შემდეგ შევაჯამოთ. ამასთან მინდა ვთქვა ისიც, რომ თქვენ გაქვთ სრული უფლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ მაინც მომისმინეთ, რადგან ამ მთავარ კითხვაზე გვეშველება რამე? პასუხი არის. მთლიანად ერში და შემდეგ ინდივიდუალურ ტრანსფორმაციაში. საქართველოს ქართული უпростоრად ტრამვა, როგორც კოლექტიური ეგრეგორული ტრამვაა. ეს არის ტრამვა, რომელიც გადადის თაობიდან თაობაზე და ეხება ერის საერთო გამოცდილებას. ძირითადი ასპექტები: ისტორიული დაჩაგვრები და ოკუპაციები. საქართველო მუდმივად იმყოფებოდა დიდი იმპერიების გავლენის ქვეშ ისტორიულად. მონღოლები, ოსმალები, სპარსები, მერე საბჭოთა კავშირი. ყოველი ოკუპაცია ტოვებდა ღრმა შიშს უმწეობის განცდას და თვითშეფასებას დაბლაწევდა. საბჭოთა რეპრესიებმა ბოლომდე რაღაც ესე სხვანაირად შეცვალა ყველაფერი. მთლიანად გამოიწვია ის, რომ ოჯახების დაჭერა, ოჯახებიდან ან რომელიმე წევრის გადასახლებები, სირცხვილი, შიში, რამაც გამოიწვია ესეთი გადარჩენის სხვა სტრატეგია, ჩუმადყოფნა, ემოციების დამალვა. და ეს ყველაზე ფსიქოლოგიურად ძალიან ღრმა დაღი დაუსვა ამან ყველაფერს. შემდეგ მოდის მიგრაცია და იძულებითი გადაადგილება. ჩვენ გვახსოვს საკმაოდ კარგად აფხაზეთის ომი, ცხინვალის ომი, მისი შედეგები, დაკარგული სახლები, შვილის დაკარგვა, მუდმივი გაუცხოება, შეგრძნებები. შემდეგ მოდის ეკლესია და ტრადიციების ფორმის დაცვა, რადგან კულტურის სხვა ფორმები იშლებოდა, გადარჩენისთვის ხალხმა თავი შეაფარა ეკლესიას და რელიგიურ მორალს. მაგრამ ხშირად უკიდურესობაში სამწუხაროდ უმრავლესობაში ძალიან უკიდურესობაში და ფანატიზმამდე გადავარდა ეს ყველაფერი. ემოციური შედეგები ამის ყველაფრის: თვითშეფასების დაბალი დონე და შიში ინოვაციის, კოლექტიური სევდა, რომელიც იშვიათად ლაპარაკობს, ეს მხოლოდ იგრძნობა, ენერგეტიკულად იგრძნობა. ქართველების საგვარეულო ტკივილი, როგორც პირად გენეალოგიური ტრამვა. ეს ტრამვა უკავშირდება კონკრეტულ საგვარეულოს ინდივიდუალურად, წინაპრების მიერ განცდილი ტკივილი, რომელიც გონებისა და სულის წიაღში გადმოეცემა მომდევნო თაობებს. ბევრს. შეიძლება ეს მოიცავდეს დაუმარხავი შვილები და დაკარგული მშობლები, დედის ხაზით მიტოვება ან ძალადობა ქალზე, მამაკაცის ხაზით შერცხვენა, უარყოფილი მემკვიდრეობა, ტაბუდადებული ისტორიები, ოჯახში არ ლაპარაკობენ წარსულ ტრამვებზე, ქალის ენერგიის ჩახშობა, მუდმივად გაძლების პოზიციაში ყოფნა და ემოციების არ გამოხატვა. და ამის ყველაფრის ენერგეტიკული ნიშნები არის ის, რომ განმეორებადი სცენარები, ალკოგოლიზმი, ძალადობა, მიტოვება ოჯახებში. და რაც აშკარად მაჩვენებელია საზოგადოებაში დაბნეული ან დაშლილი იდენტობა. არ ვიცი, ვინ ვარ მე, რომელიც ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი პირველია, ასე რომ ვთქვათ, იდენტობის ჩამოყალიბება. არ ვიცი, ვინ ვარ მე. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა თუ საიდან და რა ქმნის ქართულ საგვარეულო ტკივილს.
ქართული საგვარეულო ტკივილი არის იმ კოლექტიური ტრავმის სარკე, რომელიც ერთს გამოუცდია, მაგრამ ინდივიდის დონეზეა, კონკრეტულად ინდივიდის დონეზეა გადმოცემული. შენი ბებია შეიძლება იმ სირცხვილს ატარებდა, რომ ქმარი გადასახლებაში მოყვა. პირობითად. ან გაძევებული იყო, ან რაღაც ამდაგვარი. შენი მამა ვერ გამოხატავდა ემოციებს, რადგან ამის უფლება საბჭოთა პერიოდის, კომუნისტური პერიოდის დროს არ შეიძლებოდა კაცს რომ ემოცია გამოეხატა. შენ დღეს ცდილობ იყო თავისუფალი და ცოცხალი, მაგრამ შინაგანი რაღაც ხმა ჩაგესმის, ეს არ შეიძლება. შენ თავს ნუ ატყუებ. რას იწვევს და ცხოვრებაში როგორ ვლინდება ეს ყველაფერი? უაზრო ერთგულება, შემზღუდველი ტრადიციების მიმართ, რომლებიც სულს ახშობს. იმპულსური დანაშაულის შეგრძნება, თითქოს ვიღაცას ღალატობ. ემოციური განცდა, რომ შენში ორი ნაწილი ებრძვის ერთმანეთს, მორჩილი შვილი და თავისუფალი სული. კიდევ არსებობს ესეთი მცნება, საქართველოს ეგრეგორული კარმა, ანუ ქვეყნის კოლექტიური ენერგეტიკული ველი და მისი გავლენა ცალკეულ ადამიანებზე. ეს საკითხი განსაკუთრებით რეზონირებს და პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორია ინდივიდისა და სისტემის ზღვარზე არსებული კარმული კავშირები. მოდი განვიხილოთ ეს სტრუქტურა. უკვე ხშირად ვახსენე და ვინც არ იცით თუ რას ნიშნავს ეგრეგორი და ეგრეგორული კარმა. ეგრეგორი ეს არის კოლექტიური ცნობიერების ენერგეტიკული ველი, ესეთი შეკრული ენერგეტიკული ველი, რომელიც იქმნება გარკვეული ჯგუფის, ერის, სარწმუნოების ან ტერიტორიის გარშემო. ანუ საქართველოსაც აქვს თავისი ეგრეგორი. ეგრეგორული კარმა ეს არის კოლექტიური ქმედებების შედეგად დაგროვებული ენერგია, კარგი ან ნეგატიური, კარგიც და ნეგატიურიც. რომელს აგროვებს, ამას აქვს მნიშვნელობა. კოლექტიური ქმედებების შედეგად ეს არის ზნეობრივი, მორალური, ემოციური გადაწყვეტილების ჩანაწერი. ის, რაც ცალკეულ ინდივიდზე გავლენას ახდენს, მიუხედავად მისი პირადი არჩევანისა. როგორია და რა არის საქართველოს ეგრეგორის თვისებები და კარმული შრეები. ტკივილის ეგრეგორი, ომები, გენოციდი, შიმშილი, ემიგრაცია, იძულებითი დათმობა. საქართველო ისტორიულად მუდმივად კარგავდა. ეგრეგორში დევს განცდა, ჩვენ ყოველთვის რაღაცას კარგავთ, რაც ინდივიდში ვლინდება როგორც დანაკარგის შიში ან მსხვერპლის კომპლექსი. მეორე ეს არის გმირის და გმირობის მოთხოვნის ეგრეგორი. ქართველისგან ელიან გმირობას, თვით დაწვას და ასე შემდეგ, გმირულ სიკვდილს, არამშვიდ და სტაბილურ ყოფნას. ეს ქმნის საკუთარი სურვილის უარყოფას, თუ ჩემთვის ვიცხოვრე, ესე იგი ეგოისტი ვარ. სირცხვილის და მორალის ეგრეგორი. კოლექტიური სირცხვილი ძლიერია, რას იტყვის ხალხი, ტრადიციას ნუ დაარღვევ. ეს ზღუდავს საკუთარ გზაზე სიარულს, ინდივიდუალურად, თავისუფალ თვითგამოხატვას, სექსუალურობას, შემოქმედებითობას. მერე მოდის გაჭირვების ეგრეგორი, გადარჩენის ფსიქოლოგია, ძალიან ღრმად ზის. ეგრეგორში დევს რწმენა, რომ ყველაფერს ფასი აქვს, რომ უფასო არაფერი არსებობს, რომ ცხოვრება ბრძოლაა. ეს ვლინდება როგორც მუდმივი დაძაბულობა, ფინანსური ბლოკები, არაკონსტრუქციული შიშები. და მეხუთე, სულიერების ეგრეგორი. ქრისტიანობის ძველი და ღრმა ფესვები, სინათლის არქეტიპული ენერგია. მართალია, იგი ხშირად გადაფარულია რელიგიური შიშით ან ფანატიზმით, მაგრამ სინამდვილეში მას შეუძლია განკურნოს მთელი გენეტიკური ტკივილი, თუ კი არ არის გადაფარული რელიგიური შიშით და ფანატიზმით. როგორია ამ ყველაფრის ინდივიდზე გავლენა, რას განიცდის ქართველი ადამიანი ამ ეგრეგორში ცხოვრებით. აქვე მინდა იცოდეთ, რომ სადაც არ უნდა იცხოვროთ,
გახსოვდეთ ერთი რამ, ჩვენ მაინც საქართველოს ეგრეგორთან ვართ დაკავშირებული და ჩვენს ხელშია ინდივიდუალურად პასუხი დღევანდელ თემის კითხვაზე. და მაინც როგორ გავლენა აქვს მას. კარმული მუდმივი დანაშაულის შეგრძნება. მე ვიღაცას ვღალატობ, როცა კარგად ვარ. დაბნეულობა, დუალობა. ყოფნა ტრადიციაში თუ ინდივიდუალურობის წყურვილი. მუდმივი დაღლილობა, რომელსაც ვერ ხსნის საკუთარი ცხოვრებით, რატომ ვარ დაღლილი, მუდმივად. მეოთხე, ემოციური ლოიალურობა ტკივილის მიმართ. თითქოს იყო ტანჯვაში, ეს ღირსეულია, ხოლო სიამოვნება ეშმაკისეული. მეხუთე, შინაგანი სულიერი ძახილი, ფანატიზმი, სწრაფვა საიდუმლოსკენ, ზეცისკენ, მიუხედავად მძიმე მატერიალური ფონისა. დამიწება არ გვინდა, არ გვიყვარს. საქართველოს ისტორიული კარმა არ არის უბრალოდ წარსული მოვლენა. ეს არის ენერგეტიკული არქივი, რომელიც ცოცხლობს დღევანდელობაში, ჩაწერილია კოლექტიურ ცნობიერში და გადმოეცემა ინდივიდზე. რა არის ისტორიული კარმა? ისტორიული კარმა ნიშნავს ერის მიერ დაგროვებულ ქმედებებსა და არჩევანთა ჯამს. არქეტიპული გამოცდილებების განმეორება ომი, დამორჩილება, გმირობა, ღალატი, წმინდანობა, მიტოვება, შიში. და რაც მთავარია, გადაუმუშავებელ ტკივილს, რომელიც ფსიქოენერგეტიკულ დინებას ქმნის. გადაუმუშავებელი ტკივილი. საქართველოს ისტორიული კარმის ძირითადი დამახასიათებელი შრეებია. წმინდანობა და წამება. ქართველმა ერმა არჩია ტანჯვით შენარჩუნებული რწმენა. ეს გახდა კოლექტიური კარმული არქეტიპი. ტანჯვით შენარჩუნებული რწმენა. ეს ტკივილზე დაფუძნებული წმინდანობა ინდივიდში ვლინდება შემდეგნაირად. მაშინ ვარ ღირებული, როცა ვიტანჯები. ეს არის კარმული შეცდომა, რომელსაც ხშირად გაუცნობიერებლად ვიმეორებთ. მერწმუნეთ, მართლა ესია პრაქტიკიდან გამომდინარე, თუნდაც თქვენ თვითონაც გადახედეთ თქვენს გარშემო ანალოგიურ სიტუაციას. მეორე არის ღალატი და შინაგანი გახლეჩა. მრავალჯერ იყო შიდა ღალატი. ისტორიულად. წარსულში საკუთარი თანამოძმის ხელით წაგებული ომებიც კარგად გვახსოვს, ესეც ისტორიულად. ეს ქმნის და შექმნა ადამიანებში შინაგანი არქეტიპი, საკუთარს ენდობი, სიყვარული ტკივილს მოგიტანს, რამაც გამოიწვია ინდივიდის იზოლაციაში მოქცევა, ჩაკეტვა. შემდეგი არის სიტყვის ძალა და მისი დაკარგვა. ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია და ენერგეტიკულად ძალზე ძლიერი. მერწმუნეთ, მართლა ძლიერი ენა გვაქვს, მაგრამ ისტორიულად ხშირად ჩახშობილი. შედეგად კოლექტიურ დონეზე გვაქვს კარმა. არ ილაპარაკო ხმამაღლა, საშიშია სიმართლის თქმა. რაც ფსიქოლოგიურად ვლინდება როგორც ჩახშობილი ხმა, დაბნეულობა, საკუთარ თავზე უარის თქმა. შემდეგი მოდის გლეხურში, შემდეგი შრე არის გლეხური თავმდაბლობა და იმპერიალური ტვირთი. საქართველო არასდროს ყოფილა სრულიად კოლონიზატორი. ქართული ხალხი სულ გადარჩენისთვის მებრძოლია. არის და იყო. ეს ქმნის მსხვერპლის არქეტიპს. ჩვენ ყოველთვის უნდა თხოვოთ, ველოდოთ, ავიტანოთ. რაც თანამედროვე ადამიანში ვლინდება როგორც პასიურობა, ძალაუფლების შიში, დამნაშავე თავმდაბლობა. როგორ გადმოდის ეს კარმა ინდივიდზე? ინდივიდი იბადება არა უბრალოდ ოჯახში, არამედ ერის ტალღაში, ერის ველში, ანუ სისტემაში, რომელსაც ეგრეგორი ჰქვია. გადმოცემის გზები, როგორ გადმოდის ეს. ოჯახური ამბები, რომლებიც თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ შინაგანად, შიგნით არქეტიპული სცენარია. ყველას თავისი აქვს. სახელები, ბაბუის, წმინდანის, რომელიც კარმულ ბომას აკეთებს ანალოგიურ ტანჯვით წინაპართან. ეროვნული დღესასწაულები, სიმღერები, ანდაზები თითოეული არაცნობიერ გზავნილს ატარებს და გავლენას ახდენს ადამიანის ინდივიდუალურ ცხოვრებაზე. პათოსური აღზრდა, გარდაცვლილი გმირები გვმართავენ, ქართველი ასე არ იქცევა,
ეს არის და ამდაგვარი მიდგომები პათოსური. ამ ყველაფრიდან როგორია ქართველის ინდივიდუალური კარმის თავისებურებები, მუდმივი დანაშაულის განცდა. თითქოს სხვისი ტვირთი უნდა იტვირთო. საკუთარ თავზე უარის თქმა, როცა საქმე პირად ბედნიერებას ეხება. არ შეიძლება. ეგოიზმია და ასე შემდეგ. ინტუიციური სულიერება, რომელსაც ხშირად ამის გახსნის ეშინიათ. ინტუიციის პოტენციალი დიდია, მაგრამ მისი რეალიზაცია აიგნორებს წარსულის გაწმენდას. პოტენციალი აქვს აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ რეალიზაცია ნაკლებად. შინაგანი გახლეჩა, აღმოსავლური სული და დასავლური გონების მუდმივად კონფლიქტში ყოფნა. როგორ ინდივიდუალურად ესე ვლინდება ეს დღეს? როგორია ეგრეგორის ენერგეტიკული გავლენა? გადავიდეთ ენერგიებზე, ენერგეტიკულზე. საქართველოს კოლექტიური კარმისა და ისტორიულ საფუძვლებზე ენერგეტიკული გავლენა არის თანმიმდევრული, ტალღური და უხილავიც კი. და მაინც ძალიან აშკარაა ეს ყველაფერი. განვიხილოთ ესეც დეტალურად. ქვეყნის კარმული ენერგია ეს არის ერთდროულად ენერგეტიკული მორევი, რომელიც აწუხებს და ტვირთავს ცალკეულ ადამიანს. ენერგეტიკული მორევი კიდე გამომეორდები ზემოთ მოვახსენე, ეს არის როგორც დადებითი თეთრი ენერგია, ასევე შავი ნეგატიური ენერგია, რომლის მორევი აწუხებს და ტვირთავს ცალკეულ ადამიანს. უფრო ნეგატიური. ეგრეგორული ვერი, რომელშიც შესულია შიში, ტკივილი, მოლოდინი და მორალი. აი ეს არის დაახლოებით დაბალი ვიბრაციების ენერგეტიკული ველი. ასევე შინაარსობრივი არქივები, სადაც ინახება არა მხოლოდ ფაქტები, არამედ ემოციები, ტანჯვა, მიტოვება, ღალატი, გმირობა. ეს არის ესეთი ენერგეტიკული ჩაწერილი ინფორმაციები, რომლებიც ესე გადადის და გადადის თაობას. ეს ველი არ არის აბსტრაქტული, ის ყოველდღიურად მოქმედებს ენაში, ურთიერთობებში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სხეულშიც კი იგრძნობა ადამიანები, სათითაოდ გრძნობენ ამას. და რაც მთავარია, ფულთან, სიყვარულთან, საკუთარ თავთან ურთიერთობაში ახდენს გავლენას ეს ენერგეტიკული ველი. ეხლა მოდი კონკრეტულად ჩვენზე, როგორც ქართველებზე, როგორც ინდივიდზე, მისი სიმპტომები. დაბალი ვიბრაცია, სხეულში დაძაბულობა, ვლინდება ესე. ერთ-ერთი პირველი. წარსული ტკივილი არა მხოლოდ ფსიქიკაშია, არამედ ენერგეტიკულ სხეულშიც. და ეს ვლინდება დაბალი ვიბრაციებით და სხეულში დაძაბულობით. ხშირად იგრძნობა ზურგის სიმძიმე, ზურგზე თითქოს მძიმე ტვირთი გვაწევს, კისრის დაჭიმულობა და გულზე დაწოლა. ესეთი სიმპტომებია, რომელიც ფაქტიურად ყოველ მეორეს ახასიათებს. ბევრს აქვს გაურკვეველი ფიზიკური დაღლილობა, რომელიც ფსიქოსომატურად აუხსნელია. ძალიან ბევრი გამოკვლევები, მაგრამ აუხსნელია, რატომ აქვს მუდმივად ფიზიკური დაღლილობა. მეორე, გულის ენერგიის დაბლოკვა. არ შემიძლია სიამოვნების მიღება, თითქოს დანაშაულია. სუფთა სიყვარულის მიღება რთულია, უპირობო სიყვარული, ეჭვის გარეშე. თუ მომეკარება, არ შეიძლება გამანადგუროს. ეს გულის ჩაკრის დაბალ ვიბრაციებზე მუშაობის შედეგია, როდესაც ადამიანებს უჭირს ემოციების გაცემა და მიღება. მესამე, სექსუალური ენერგიის ჩახშობა. წმინდანობის და სირცხვილის ეგრეგორული კარმა მუშაობს აქ ძალიან მყარად, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, სექსუალურობა არ ნიშნავს სექსს. ბევრ ქალს და მამაკაცს არ აქვს წვდომა კრეატიულ სექსუალურ ცოცხალ ენერგიაზე, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გქონდეს ბარაკა და დოვლათი, მიმღებლობა, სიამოვნების მიმღებლობა არ არის მარტო სექსი, შედის იქაც, სექსიც მაგის ნაწილია.
იგრძნობა ამ შემთხვევაში დაბნეულობა, სხეულთან მიუღებლობა, ტაბუირება სიამოვნების და სირცხვილის განცდა, რომ სირცხვილის განცდა უკვე უკავშირდება წმინდანობას, აკრძალვას. მეოთხე, ფულის არხის დაბლოკვა, რომელიც ავტომატურად კავშირშია მესამესთან. ფული კი არ არის მატერიალური პრობლემა, ეს ღირებულებების გამოხატულებაა. საქართველოს ეგრეგორში ფული ხშირად ასოცირდება ან უწმინდოსთან, ან უხამს წარმატებასთან. ანუ მან რაღაც ცუდი გზებით ფული მოიპოვა. შედეგად შინაგანი სირცხვილის ფულის მიღებაზე ბლოკი. იმიტომ რომ დიდი ფული საშიშია, ან დიდი ფული სირცხვილია და ასე შემდეგ. შემდეგი არის მუდმივი შიშის ვიბრაცია. გადარჩენისთვის ბრძოლა აწესებს ენერგეტიკულ ველში ტალღას. ვიღაც შეიძლება შემოვარდეს, წამართვას გამანადგუროს. ეს ქმნის არქეტიპულ შიშს, რომელიც თაობებს გადაეცემა და გაუცნობიერებლად. თაობებიდან გადმოსული გაუცნობიერებელი ესეთი გადარჩენისთვის ბრძოლა და შიში. ასე რომ ვთქვა. როგორ მოქმედებს საქართველოს ეგრეგორული კარმა და ისტორიული ტკივილი კონკრეტულად ინდივიდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, როცა ის იბადება და იზრდება როგორც ქართველი. ნუ ვსაუბრობ ქართველებზე, რადგანაც ვართ ქართველები. როგორია ფსიქოლოგიური გავლენა მთლიანობაში? ქართველი ადამიანი იზრდება ისეთ ფსიქოენერგეტიკულ სივრცეში, სადაც ტკივილი გაუცნობიერებლად აიგივებს თავს ღირსებასთან. თვითგამოხატვა და განსხვავებულობა იწვევს შიშს ან სირცხვილს. სიამოვნებაზე უარი შეუმჩნეველი მორალური ვალდებულებაა. სხვისი თვალის ფარული მზერა მუდმივი შინაგანი ცენზურაა. ეს გავლენები თავს იშენს როგორც ფსიქიკურ სიმპტომებში, თავდაცვის მექანიზმები და ღრმა შინაგან კონფლიქტებში, ინდივიდში, ადამიანებში, კონკრეტულად. მაინც როგორია ძირითადი ფსიქოლოგიური ზეგავლენები, სირცხვილი და შიში გამოჩენის. ინდივიდს უჭირს საკუთარ თავის სრულად გამოხატვა, მით უმეტეს საჯაროდ, ან თუნდაც ახლობლებთან. მეც შევდიოდი მაგ ჯგუფში. ამ ფონზე ყალიბდება მექანიზმი შინაგანი ცენზორის. ეს არ თქვა, ის არ ჩაიცვა, ეს არ გააკეთო, ასე არ წახვიდე, იქეთ არ გაიხდე. უამრავი. პასიური თავდაცვა, წაუმართავი მოგზალება, რომელიც კლდემამოსილებს ვეძახი მაგათმე, რომელიც რეალურად საკუთარი თავს უარყოფს. პასიური აგრესიული, რომელიც თითქოს თავდაცვაა. პასიური აგრესიული თავდაცვა. დანაშაულის შეგრძნება, როცა კარგად ხარ. ქართველ ადამიანს ხშირად თანსდევს ფარული კითხვა, რატომ მე? ნუ თუ სხვაზე უკეთესი ვარ. ეს იწვევს თვით დაბლოკვას. თვით ბლოკირებებს. გადადება დაუსრულებლობა, მცირე მიზნების არჩევა. არის შედეგი ამის ყველაფრის. გადადებული საქმეები, დაუმთავრებელი საქმეები და არასახიფათო მიზნები. წარმატების შიშის პარადოქსი, რაც უფრო ახლოს ხარ მიზანთან, მით მეტად გიწევს თავის დაპატარავება. შემდეგ მოდის მსხვერპლის იდენტობის ჩამოყალიბება. ფსიქიკა ფარულად იზიდავს მიტოვების, ზეწოლის ან ძალადობის გამოცდილებებს. ხშირად იქნება დამოკიდებული ტიპის ურთიერთობები, სადაც ადამიანი იღებს ტანჯვას და სიყვარულს ერთდროულად. ანუ შეხედეთ, აქაც გავლენაა ის, რომ წერპიცა, სლუბიცა უკაცრავად ამისთვის მოითვინე და მიირთყავს, ანუ ვუყვარ ვარ. ასეთი მიდგომით. ამოუხსნელი სევდა და ცხოვრების სისუსტე. ფსიქიკას თითქოს აკლია მიზეზი. ყველაფერი კარგად არის, მაგრამ შიგნით ცხოვრება რთულია, ადვილად არაფერი მოდის, გაჩერდი არ იყო გამორჩეული, არი აქტიურო. ეს ფსიქოემოციური ფონი გენეტიკური და ეგრეგორული შთაბეჭდილებების შედეგია. თვითდამკვიდრების დაბრკოლება, შედახმა ეწინააღმდეგება ავტონომიას, შენ სხვაზე უკეთესი ვერ იქნები, ჩუმად იყავი, თორემ
გაგანადგურებენ. აქედან მოდის პროფესიული შიში, საკუთარი თავის ჭრდილში შენახვა, ჭრდილში გაყვანა და იმპოსტერის სინდრომი. მე ამის ღირსი არ ვარ. როგორია შედეგები ფსიქიკური შრეების დარღვევის? პირველი ეს არის ნაცნობი, მაგრამ დაძაბული ურთიერთობები ოჯახის წევრებთან. ვერასდროს ხარ ბოლომდე ის, ვინც ხარ სინამდვილეში, შენგან ელიან სხვას, მოლოდინები ოჯახის წევრებს აქვს სხვა. ემოციური გადაღლილობა და მოტივაციის ქრონიკული წართმევა. თითქოს შიგნით ვიღაც გიძახის, არ ღირს, მაინც არაფერი შეიცვლება. დაჭრილი თვითშეფასება, უმიზეზოდ დაღდასმული გრძნობებით. ბევრი ამბობს ესე, მე რომ რაღაც კარგი შევქმნა, თითქოს არ მეკუთვნის, არ ეკუთვნის ჩემს გვარს, ჩემს ოჯახს, ჩემს ეროვნებას. და ისევ მთავარი კითხვა, გვეშველება რამე? ენერგეტიკულად? კი, გვეშველება. ეგრეგორი როგორი მძიმე და დაბალი ვიბრაციისაც არ უნდა იყოს, შეიცავს სინათლის ბირთვს. შიგნით ამ ტკივილის გულშია სიმძაფრის, სინათლის ენერგია, რომელიც თუ განთავისუფლდება თავზე მოხვეული ნეგატივისგან, წარმოუდგენელ ძალას იძლევა, გამოსცემს. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მას ხედავთ, არ ვებრძვით, არ ვშორდებით, არამედ ვამბობთ სინათლის გასაძლიერებლად. ხედავ შენს ტკივილს, ცნობ შენს ჭრილობას, მაგრამ მე ვირჩევ შენგან განთავისუფლებას სიყვარულით. ნეგატივს შეგიძლიათ ეს უთხრათ. ფსიქოლოგიურად გვეშველება? კი. თუ გავბედავთ ინდივიდუალურობაზე გადასვლას. აუცილებლად გვეშველება. როდესაც დავუშვებთ, რომ არ ვართ მხოლოდ ქართველები, არამედ უნიკალური ინდივიდები პერსონალურად, რომ თქვენ ხართ თქვენ და არ ხართ სხვა, თქვენი საგვარეულოდან წარმომადგენელი. როდესაც აღარ ველოდებით შველას ზემოდან, არამედ ვიწყებთ ჩვენს თავში სიჩუმის დარღვევით, ვათავისუფლებთ საკუთარ სულს და ვიწყებთ ტრანსფორმაციას საკუთარი ბედის და კარმის. როდესაც არ ვკიცხავთ და არ ვართ ჩაციკლული წარსულზე, მაგრამ ვიწყებთ საკუთარი სიმართლის წარმოქმნას, საკუთარი იდენტობის აღიარებას. მნიშვნელოვანია ჩვენი ფსიქიკის ყველაზე ღრმა დონე, რომელიც ელოდება ამ ტრანსფორმაციას ინდივიდუალურად. კარგად გაიგონეთ, ინდივიდუალურად. ელოდება თითოეულის თქვენი შინაგანი ფსიქიკის ღრმა დონე ამ ტრანსფორმაციას, მაგრამ ის ჯერ გვიცდის, გვაკვირდება, შევძლებთ თუ არა პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ცხოვრებაზე. გვეშველება თუ არა კარმულად? კი, გვეშველება. თუკი თითოეული ინდივიდუალურად დავიწყებთ ერთ ადამიანს, რომ შიგნით საკუთარ თავში ერთმა ადამიანმა მაინც შიგნით საკუთარ თავში დაინახოს და მერე თქვას. მე არ ვარ ვალდებული გავიმეორო ეს სცენარი. იგი უკვე არღვევს ამით კარმულ ჯაჭვს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ახალი ტალღის სცენარი გადავიდეს მომავალ თაობაზე. მერწმუნეთ სისტემა არ იცვლება კოლექტიურად. მერწმუნეთ მართლა არ იცვლება, იცვლება ინდივიდუალური გამოღვიძებით, რომელიც სხვებზეც მოქმედებს. სულიერად ჩვენ უკვე გადარჩენილები ვართ, როგორც ქართველები. სულიერი თვალით ერი, რომელმაც შეინარჩუნა სული, გატეხილი არ წაიქცა, სიყვარულის ენაზე კვლავ მღერის და რომელსაც ჯერ კიდევ ჰყავს მკითხავი, პოეტი და წმინდანი, ის ერი უკვე გადარჩენილია. ჩვენ არ გვაკლია შველა, გვაკლია გახსენება. ჩვენ თუ ვინ ვართ? ჩვენ ვართ ის, ვინც უნდა გაახსენოს ერთმანეთს, ის რაც არ დავკარგეთ. უბრალოდ დავამძიმეთ ეს ყველაფერი. ასე რომ პასუხი არ არის მხოლოდ კი. პასუხი არის
გვეშველება მაშინ, როცა გავბედავთ თქვათ, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენ გვეკუთვნის და ამით გავათავისუფლებთ ერის სულსაც. მადლობა.